კუთხე, რომელიც ერთი ნახვით გიყვარდება. ის შენს გულში უდიდეს ადგილს იკავებს და აღარასოდეს ტოვებს. ეს კი ჩემი პატარა მოგზაურობაა სვანეთის გულში, მესტიაში. Եկա 190 ლარი აუშვებს. გავაკეთეთ პატარა პაუზა დიარონში ისევ. აი ესეთი LRG. აუ ნახე რა სიწელი. ამეგრელოში არის წარმოდგენილი გადასარების სუფრა. შემოგთავაზებთ თუ რა დაგვიჯდა დიარონი გზად. გამოვედით ახლა დიარონიდან. ჯამში დაგვიჯდა 187 ლარი. და ეხლა კიდე უნდა გავავსოთ საწვავი და დავიძრებით უკვე მესტიისკენ. შო დაგინახე. ცოტა შეანელე. ჯერ კადრში დაგიჭერ და მერე გამოყვები კარგად. მესტია საითაა, სწორად მივდივართ? ჩამოვედით. მესტიაში ვართ ისევ, მეორედ უკვე. ვართ მარგიანების კოშკის გასწვრივ და ვრჩებით ჩვენი მეგობრის სასტუმროში, რომელსაც ქვია ლანჩვალი ინ და შემოგთავაზებთ ამ ვიდეოში თუ რა ჯდება სვანეთში დასვენება 5 დღე. ნუ 4. იმედია მოგეწონებათ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაალაიქეთ ვიდეო და დაგვიწერეთ კომენტარები, მივიღებთ ნებისმიერ რჩევას, დარიგებას და ასე შემდეგ. ეს არის ჩვენი სასტუმრო, ლანჩვალი, სადაც ვისვენებთ. ესე შემოდიხართ. ეს არის ჩვენი ოთახი ლანჩვალში. ესეთი პატარა კუსკუსა ოთახი გვაქვს, ორკაციანი ლოგინით. ესეც სველი წერტილი. მაგრამ აი ყველაზე მაგარი ადგილი არის ეს რა რეალურად. აი აქ მოსაჯდომად საღამოს თავის PlayStation-ით, აქ პატარა ჩაიდანი ჩაისთვის და აქეთ გამოდივართ აივანზე და მოკლედ ძალიან მშვიდი და ყნარი გარემოა. ეხლა ვართ რაიდ სვანეთში. წინაზე მოკლედ აქ ვიქირავეთ თხილამურები და ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო თხილამურები აქ აქვთ რა. მთელი ეკიპირება ღირს 50 ლარი. ანუ ჯამში ჩვენ გამოგვივა 100 ლარი დღე, ხო? თუ ჩამოხვალთ მესტიაში, ყველას გირჩევთ რომ რაიდ სვანეთში იქირავთ თხილამურები. ლუჟნოქორში ვართ და უბდარი არის რაღაც სასწაული. არ დამივარდეს. 10-დან 100-ია. საოცარი კუბდარია. ფეტვიანი ხაჭაპურიც არის საოცრება. ძალიან გემრიელია. ცოტა რისი ვაიბი მოაქვს, იცი? კარტოფილის და ყველის ხინკლის. ზუსტად მაგემოზე არის. ძალიან გემრიელია. ანუ შევუკვეთეთ 2 კუბდარი, 1 ფეტვიანი ხაჭაპური, 1 კიტრი პამიდრის სალათი და ნუ სასმელები რა. მოვედით ჰაწვალზე, დავრეგისტრირდით, თეზის თასი არის, სამოყვარულო ჩემპიონატი და ნახოთ აბა რას ვიზავ. ძალიან მაინტერესებს, ეხლა ბავშვობის მერე ესეთ შეჯიბრზე არ გავსულვარ და ძალიან მაგრად მაინტერესებს. ესეთი სტარტი იქნება, ესეც გზა. აი გამოვდივართ, უკვე მოვიდა ჩვენი ჯერი და 43 ნომერი ვარ. უკვე ხო არ ნერვიულო. მეჯო, არა, ჯერ არა, რო დავდგები მე. Ой, на. ნები და ჩემს ჩიფონის დედნები
ლამას გოგოს რომ დევნახავი ერბოსავით დავდღებით წყალს ნაფოტი ჩამომქონოდა ალვის ხის ჩამონათალი დაჯე გოგო დამიამბე საყვარლის შემონათვალი გოგო კისკისა აქ ჩამოდი წყლის პირსა წყალი მასვი გოგითა და გამაწყევი კოცნითა ნალიაზე მე ვერევალ კიბე უხუდებელია მე იქიდან ვერ ჩამოვალ შენზე ჩუხუტებელიო და აჯარელი და ვიყავ განა ოფისა მოსგანა და განა 53-ია 53 სრიალის მერე მოვედით ლუშნუ ქორში სვანური სახლი. კი რაც ნიშნავს სვანურ სახლს შეუკვეთეთ ხინკალი წვადი კიტრიპამიდრის სალათი იგზით ხაჭაპური ფეტვით კოკაკოლები ყავი მე ვიარე მოკლედ შეჯიბზე 53 წამში რაც ძალიან მაგარი შედეგი. ხო საკმაოდ კარგი შედეგი იყო თან ხილამურები მქონდა სლალომის და აქ იყო გიგანტური სლალომი და მგონია რომ მაინც კაი შედეგი იყო რა ხილამური არ მიწყობდა ხელს ეხლა შევჭამ დავისვენებთ და მერე უკვე ლამპრობა არის და გადავიღებთ ლამპრობის კადრებს გამოვედით ლუშნუ ქორიდან აი ამ კაცმა დაგვპატიჟა და არ გვაცადა ფულის დათვლა რა ღირს ეს ოქრო კაცია არც გვეუბნება. და არც გვეუბნება ხო მაგრამ ყველაფერი იყო ძალიან გემრიელი მართლა და ყველას გირჩევთ რომ თუ მესტიაში ჩამოხვალთ ლუშნუ ქორში უეჭველი უნდა ჭამოთ ლამპრობა ეს არის აი როგორც სვანური უძველესი სვანური ტრადიცია არის რა გითხრათ უფრო მისტიური ის არის იმიტომ რომ ეს ქრისტიანული არ არის ეს ქრისტიანობამდე ასე აკეთებდნენ სვანები ჩვენ ახლა გვახსოვს შემოგვჭა ასეთი რაღაცა რომ გამოგვაქვს რა და ჩვენი იმით ვფიქრობთ რომ მიცვალებულების სულებს ვათბობთ და ზესაში ამ სინათლით და ამით რაღაცა ჩვენი მხრიდან ვეხმარებით ყოველ 14 თებერვალს არის თუ ძალიან ლამაზი ტრადიცია. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ტრადიცია, რაც მსმენია. მურმანი მგვითხრა რომ კიდე აი ლამპრობამდე არისო რაღაცა ესეთი ტრადიციაო მანდაცო რომ ესე ვიკრიბებითო სასაფლავებზეო და აი წასულები ირჩევენო ეს არის ლიქრეშიც ვეუბნებით მაგას ეს არის რაც ბიბლიაში რო არის უძღების შვილის დაბრუნება დაბრუნდა შვილი და მამამ ნასუქი სუფრა გაშალა ნასუქი ხარი დაუკლა რაღაცა და აი ესეთი ეს არის შენარჩუნებული ეს ტრადიცია რა და ჩვენც იგივე ვიკრიბებით აქ ვილოცებით მოყავს აქ საკლავი ნატკასუქებული ხარი რაკ შეულოცა გასაგებია და ყველა საგვარეულოს თავისი სასაფლაო აქვს და ყველა საგვარეულო თავისით აკეთებს ხო ძალიან დიდი მადლობა არაფრის ჩვენი სვანეთის მოგზაურობა დღეს სრულდება მივდივართ თბილისში ესეთი ახალი მეგობრები გავიჩინე იმედია მოგეწონათ ვიდეო იმედია ინფორმაციის მომცემი იყო გამიხარდება ძალიან მაგრამ თუ დამასაბსქრაიბებთ მოიწონებთ ვიდეოს დამიწერთ კომენტარებს მოკლედ შემდეგი ვიდეოები უფრო და უფრო საინტერესო იქნება